Здорово, знаешь. Короче, я хотел сауди, да, чем-то, да. Это ერთი იდეა მომივიდა და თქვენს გაგიზიარეთ. Ну, ამას თალკე დავდებ რა, იმიტომ რომ ცოტა გზელი ვიდეო გაიჩნდება და კარგი ვისაც გაინტერესებს იმან უყურეთ. მაგრამ მინდა გებაზროთ როგორ დავანებე სიგარეტს თავი და თქვენც აი თუ გაკეთებთ ისე ზუსტად როგორც მეკითხე, აი ატოვე ჩაი ვარ, უეჭველი დაანებე. Ну, ყველა მარტივი რაც შეიძლება გააკეთო, კომენტარებში ლინკს ჩავაგდებ, სადაც აუდიო წიგნი არის, რომელსაც მოусვენ და ატოვე ჩაი ვარ. აი ატოვე ჩაი ვარ დაანებებ. ანუ რუსულად არის. სადაც 6-7 საათიანი წიგნი არის. ალენკარი, ესეთი ტიპი არის რა, ლოკის პოსა, ბროსის კურიც, ესე ქვია. მესმის ხო ძალიან პესიმისტურად განეწყობის, რომ წიგნმა რა უნდა მიშველოს და წიგნმა როგორ უნდა დამანებებინოს თავი და რამან. სინამდვილეში კაკრას მანდარი. პირიქით და ტაბლეტები და შემცველები და შემცვლელები და ეგეთი რაღაცეები ვერ დაგანებებინებენ, თორე ყველაფერი კონტროლდება ტვინიდან. ტვინში უნდა მიეწოდო ინფორმაცია სწორი და ის ყველაფერს გააკეთებს. გასაკეთებელს რა. ჩემი ცხოვრება იწყება, აი იყოფა ორად, აი ცვეჩი ორად ყოფ მართლა. წეველობამდე და როცა დავანებე თავი. 12 წლიდან ძალიან მწვენია ამის თქმა, მაგრამ ნუ საქართველოში რაღაც ბანჯი ჩემ ბავშვობაში თუ არ ეწეოდი, ბანძიტები იყავი და მოკლედ 12 წლიდან ვეწეოდი, 27 წლის ასაკში დავანებე. როცა შვილი შემეწია. კარგი, 15 წელი ვეწეოდი, ისე რომ ერთი დღე არ ჩამიგდია საერთოდ, აი ვაფშე არც ერთი დღე არ ჩამიგდია, აი ძალიან მევასებოდა დილით ვიღვიძებდი რომ მომეწია, რავი, გავივლიდი 30 კილომეტრს ფეხით, ოღონდ სიგარეტი, აი უეჭველი სიგარეტი მქონდა და კარგი ცხოვრება ვაფშე არ წარმოვიდგინა უსიგარეტად. მეთქი, კაი რა, კაიფობა არ თამაშობ რაღაცა და ეხა ერთი სიგარეტი რა უჭირს. სხვა ეხა და მთელი ცხოვრება 15 წელი ბავშვობიდან მოყოლებული, ვაფშე არც კი მიფიქრია რომ ერთი დღე ჩამეგო. მოკლედ დავიწყე მუშაობა ერთ კომპანიაში, სადაც უკრაინელი ტიპი იყო. ბიჭო, მოვა ერთი კვირა ეწევა, მე წავა ერთი თვე არა ეწევა, ის და მეთქი, რანაირად ჩვევი, მე გადავები და ჩამიგდო ეს წიგნი, ლინკი, რომელსაც კომენტარებში ჩავაგდე. მოусმინეო და დაანებებო რა და ნუ არარეალურად ჩანდა, მაგრამ რახან ეს ტიპი რუსულად ბაზრობდა და რუსული მინდოდა მესწავლა. მეთქი, რავი, თან ყურშევა ჩვეო, იქნებ რუსული ვისწავლო და თან ნახო მეთქი რა არის. და კარჩე ეს წიგნი დავასრულე თუ არა, ეგრევე დავანებე. აი ეგრევე, ვაფშე არანაირი სირთულის, არანაირი პირიქით უბედნიერესი ვიყავი. აი უბედნიერესი რომ დავანებე. აი ერთი დღეც კი არ ყოფილა რომ აი მომდომებოდა სიგარეტი. ეგრევე დავასრულე და всё. ანუ არანაირი magic და არანაირი რაღაცა სისულელეც არ გებაზრებით. სვეჩი აი ამ წიგნს მოусმინეთ და ეგრევე დაანებებ. ნუ ვინც იცით რუსული, ქართულადაც იყო სადაც მე მგონი ბიბლიაში რა თარგმნი, მაგრამ ნუ კარგი დავარბით. ეხლა მე გეტყვით უცებ ძალიან მოკლედ რა წერია ამ წიგნში და თქვენ გადაწყვეტეთ ამ წიგნს დაიკითხავთ თუ ჩემი ნათქვამით დამჯერეთ დაგეხმარებათ. მოკლედ პირველ რიგში იწყება ეს წიგნი იმით, რომ გართულებს რომ კაროჩე მუშაობს. უბრალოდ არ გადააგდო ეს წიგნი და ბოლომდე წაიკითხე. ანუ სიგარეტს თავი არ დაანებო. ანუ როგორ აი ამ წიგნის წაკითხვის პროცესში არც ერთი ღერი არ მოიკლო. რამდენიც გინდა მოწიე, გესმის? ვაფშე არ აქვს.
თუ წიგნის ბოლოს გადაწყვეტ რომ მაინც გინდა მოწევა, გააგზელე მოწევა, რას კარგავ? ერთადერთი რაღაცა 6 საათს კარგავ, ან რაღაცა რომ ეს წიგნი დაიკითხო 5-6 საათი. და თუ მოიპოვე და სიგარეტს მართლა დაანებე თავი, შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა იქნება. იმიტომ რომ მე ესე ვთვლი, რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა სიგარეტისთვის თავის დანებება იყო. ანუ რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი თურმე. პირველ რიგში უნდა გაიაზრო, რომ ეს და მოწყნული რაღაცა პროსტა პრივიჩკა არ არის. პროსტა პრივიჩკის გამო ხელებს და ფეხებს არ კარგავენ. გულის და სისხლდაღობების დაავადებებს არ იკიდებენ, იმპოტენციას არ იკიდებენ. პროსტა პრივიჩკა არ არის. ეს არის ნარკოტიკული დამოკიდებულება. ეს იმენა უნდა გაიაზრო. ყველაფერი იწება ამით. შენ ხარ ნარკოტიკზე დამოკიდებული. თითოეული ნაპასი არის თითოეული დოზა. ნაგავის შესუნთქვის ფილტრებში, შხამის, ნიკოტინის და გაზების და რაღაც სიგიჟეების. ნებისმიერი ნაპასი, ნებისმიერი ერთი ღერი არის თითოეული დოზა. ერთ დოზა ნიკოტინს იღებ და ეს არის ნარკოტიკი. აი ეს უნდა გაიაზრო და შენ ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული. მერე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ როცა გაიაზრებ რომ ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული, კაი ტიპი არ ხარ როცა ეწევი. კაი ტიპობა მწეველობა არ არის. ამ დროებაში უკვე კაი ტიპობა არის როცა არ ეწევი. ამერიკაში ძალიან ცოტა პროცენტი ეწევა მართლა გეუბნები სიგარეტს. აი კლუბებში, ბარებში შეხვიდე, აი ძალიან იშვიათად როცა ტიპები ეწევა. ყველა მთელი მსოფლიო მიხვდა რომ სისულელეა. ერთადერთი საქართველოში ყოველი მეორე კაცი ალბათ ეწევა. გაიაზრო რომ კაი ტიპობა არ არის. ადრე ფილმებში, იმეებში რაღაცა გაჯერებენ და ტვინში რაღაცებს გილეკავენ, რომ აი ტიპი რო კვდება, ბოლოს სიგარეტი უნდა, იქ Marlboro-ს რეკლამაში ტიპი კაუბოი რაღაცა სიგარეტს ეწევა. ის ტიპი, ვინც Marlboro-ს რეკლამაში კაი ტიპობას და სიგარეტის პროპაგანდას ეწევა და დაიბრიდა ფილტვების კიბოთ. და საბოლოოდ კაცმა თქვა, რომ არ მოწიოთო. ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის ჩემს ცხოვრებაში, რომ ვეწეოდი, აი უბრალოდ ეგ არ გააკეთოთ. უნდა გაიაზრო, რომ მწეველობა კაი ტიპობა არ არის. ანუ ეხლა უყურე. როცა გაიაზრებ, რომ ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული, როცა გაიაზრებ, რომ ნაგავია ეს და არანაირი კაი ტიპობა მასში არ არის. არ არის ძერსკობა, მოწევა, გოიმობა. რაღაცა ნაგავს გახოვულ ფურცელში, პირში იდებ და ფილტვებში უშვებ. შენ სხეულში. და მთელი სცენის სისხლდაღობები ბინძურდება მაგით. ახლა ბევრი არ ვიბაზრო. გეტყვით, კაროჩე რა უნდა გააკეთოთ. ორი რაღაცაა რა მთავარი. უნდა ადგე და გადაწყვიტო, რომ всё, არასოდეს რაღაცა. 2-3 თვე, ან აი რო აღარ მენდომება, ეგრე კი არა, ანუ ყოველთვის გენდობება, მთელი ცხოვრება. უნდა ადგე და უნდა გადაწყვიტო, რომ всё, მე მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარასოდეს. აღარ მოწევ ერთ დღეს მაინც, ერთ ნაპას, არც შემცვლელს, არც ვეიპს, არც არაფერს საერთოდ. აღარასოდეს და მეორე. ამით ბედნიერი იქნები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ სიგარეტს თავს დაანებებ, უბედური კი არ იყო, რომ აი სხვა შეხედო და სხვა რო ეწევა და რა ანუ კი შეგშურდეს იმ ტიპის, რომ რა ბედნიერია ტიპი ეწევა, მე რა უბედური ვარ, რომ თავის დანებება მიწევს და რაღაც ისულელეები. პირიქით, უნდა შეხედო, რომ ძალიან ძერსკი ტიპი ხარ. გიჟეს რაღაცას აკეთებ, შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდ მიღწევას აკეთებ, აი ყველაზე დიდ რაღაცა ბამბს ახტები ცხოვრებისეულს. ტიპი რო სხვას ეწევა, სხვა რო ეწევა, შეგეცოდოს. იმიტომ რომ იმას სხვა შანსი არ აქვს. იმან უნდა მოწიოს. შეიძლება შენ ხედავდე, რომ ის ბედნიერია, ის გემრიალად ეწევა და რაღაცა. სისულელეა. ის იმიტომ ეწევა, რომ დამოკიდებულია. იმას სხვა გზა არ აქვს. როცა მეგობრები გეტყვიან, რომ წავა მოვწიოთ
გაყევი და უბრალოდ დააკვირდი. როგორ ავტომატურად და მექანიკურად ეწევიან ამოვარწნავეს და ჩააქრე შედის. აი არანაირი აზრი არაფერი, აი ვაფშე არაფერი. სიგარეტი არაფერს არ გაძლევს საერთოდ. მე აქვს ყველაფერი. ჯერ რა ფასი აქვს? ძვირი გიჯდება. მე ჯანმრთელობას გისპობს ყველაფერს. აი დილით რო ვერ იხვიძებ, სიგარეტის ბრალია. ენერგია რო არ გაქვს, სიგარეტის ბრალია. თვითდაჯერებული რო არ ხარ და კაი ტიპი რო არ ხარ, ეგ სიგარეტის ბრალია. დანაშაულის შეგრძნება რო გაქვს, რომ რაღაცა ცუდს აკეთებ, მთელი ცხოვრების განმავლობაში და მალე მოკვდები, ეგ სიგარეტის ბრალია. კანი რო დაგიჭკნა და ნაცრისფერი გაქვს, ეს სიგარეტის ბრალია. ყველაფერს მოიცავს საერთოდ, აი ყველა დეტალში ეხლა, პირში რო სუნი გაქვს და ყარს, სიგარეტის ბრალია. გარეგნულად რა ქვია, საფერფლის სუნი რო გაქვს, ეს სიგარეტის ბრალია. ეხავს უკვე სიგარეტის მოწევა. ანუ უნდა გაიაზრო, რომ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ხარ და ძალიან მარტივად შეიძლება ამის მოგვარება. მხოლოდ ერთადერთი რაღაცით. გადაწყვიტო, რომ всё, აღარასოდეს აღარ მოწევ სიგარეტს, აი ძალიან უეჭველი იწოდე, რომ აღარასოდეს აღარ მოწევ და ამით იყო ბედნიერი. და მე კიდე რაღაცა ქვეთავები არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამაში იჭვი არასოდეს არ შეიტანო. რო გადაწყვეტ. აი, რაღაც მომენტში გადაწყვიტე, რომ всё, აღარასოდეს აღარ მოწევ და ამაში იჭვი არასოდეს არ შეიტანო. აი, ხوار იქით თვისში ხوار დამეცადა, ორშაბათი ხوار დამეწყო. ანა, ვაფშე, სისულელეა. ყველაფერი სირთულეები, სიგარეტის თავისდანებების ამბავში იწვევს ეჭვი. სიგარეტს რომ დაანებებ თავს და ეჭვობ რომ აი რაღაცა ეჭვები რომ გრნის ეს გირთულებს ყველაფერს. ყველაფერი მოდის ტვინიდან. შენ თუ ტვინს ეტყვი რომ რაც არ უნდა მოხდეს, აი რა ეჭვიც არ უნდა მომწე, რაც არ უნდა გააძრო, არ არსებობს მე ერთი ღერით მაინც მოვწიო მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე არის რომ არ დაელოდო, აი არ ითვალო დღეები, გესმის, აი დღე 2 დღე, 3 დღე არ არსებობს, ერთ კვირაში, 2 კვირაში არ გადის. ერთ თვეში და 3 წელში არ გაგივა. აი მთვარეზე რომ სხივი გაუშვა დედამიწიდან და ერთი რაღაცა იმით გრადუსით შეგეწევს, ხო ძალიან აცდება მიზანს. ზუსტად ეგრე არის. თუ ზუსტად არ მიმართავ შენს გონებას, ზუსტად იმ წერტილში, აი არ არსებობს აცდები და უბედურებისკენ წახვალ, აი დაიტანჯები, აი გასუქდები, რაღაცა craving-ი, აი როგორ ვთქვა, ცუცნაობას დაიწყებ. თკბილებს შეჭამ, რაღაცები ჩაანაცვლო, იქ შეიძლება ვეიპი მოწიო, მასწევი მოწიო, აი ყველაფერი არის სისულელე. არასწორი გონების მიმართვა არის. ერთადერთი გონების მიმართვა არის, რომ საბოლოოდ აკრძალო ყველაფერი, რაც სიგარეტთან არის დაკავშირებული, ამით ბედნიერი იყო და ეჭვი არასოდეს არ შეიტანო ამაში. არასოდეს არ დაფიქრდე, არ დაიჭვდე. უეჭველი ხო იცი რომ ეს მართალია, უეჭველი სწორია. ხო, პირში რომ გემო არ გაგდა, საჭმის გემოს რო ვერ გზნობ, გამოვშტერდი 15 წელს მე კაცმა დავანებე. ერთ კვირაში საჭმელი კიტრი ისეთი გემრიელი იყო, პამიდორი და რაღაცა, არ ვიცი. თურმე რა მჭირდა, საკუთარ თავს რას უშვებოდი. ანუ ჩემთვის ძალიან ემოციური არის ეს საკითხი, იმიტომ რომ იმდენად დიდ რაღაცას მივაღწია ცხოვრებაში, რომ უბრალოდ არ არსებობს ვერანაირი ფული, ვერაფერი ვერ მოგანიჭებს ეს ბედნიერებას, როგორც შენს თავზე ზრუნვა და დღის ბოლოს, რომ შენ თავი არ დააზიანე და რაღაც სისულელები არ აკეთე, დრაგი არ მიიღე, ალკოჰოლი არ დალიე, სწორად იკვებე, ივარჯიშე, იმუშავე, რაღაც ყველაფერი ეს არის ბედნიერება. არ არის სიგარეტში არაფერი ისეთი, რომ ღირდეს ამ ხელებს ხორბლებს გაღება. მე რო სიგარეტს ეხა მე რო სიგარეტს ვეწეოდე. ტრაქზე თან წარმოგიდგენია, ეხა სუზი ხარ. რას აკეთე? დღეში ალბათ 3 ბაჭკას მოვწევდი. ვერაფრით ვერ ვიმუშავებდი ამდენს, რამდენსაც ეხა ვმუშაობ. არანაირად არ მექნებოდა იმ ხელთ ვით შეფასება, რამ ხელთ ეხა მაქვს. არ დავიცავდი კვებას,
არ ვივარჯიშებდი აი რავი ძალიან ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შემიძლია, რასაც ვერ ვიზავდი. იმიტომ რომ როცა სიგარეტი გაქვს, აი ნებისმიერ ადგილას შეგიძლია სიგარეტი მქონდეს, ყავა და всё. აი ბედნიერი ვიქნები, ვითომ, მაგრამ მაგას თავს იტყუებ. არაფერი ბედნიერება და ის არ არის მაგაში. აი როგორ გაბრკოლებს იცი ცხოვრებაში, აი განადგურებს. ოღონდ პერიოდულად ნელ-ნელა შენ რო გონია რომ ფული კაი არა უშავს ახლა 10 ლარი არა დღეში აქ $15 და რა ვიცი $19 დღეს ზოგან შო ნორმალური სიგარეტი კაი რა უჭის ახლა დღეში $15 რა უჭის არ არის ძმაო ეგრე ანუ გადაიანგარიშე თვეებზე წლებზე ეხლა მე და ჩემი მეუღლე რო ვეწეოდეთ სიგარეტს წარმოიდგინეთ $15 დღეში ერთი პაჭი $30 30 ჯერ 30 $900 არის. ანუ $900 ძალიან დიდი ფული არის. და რა შეყრი ამ ყველაფერს? რომ საკუთარი თავი გაინადგურო და უბედური იყო, იმიტომ რომ სისულელეს აკეთებ. კარჩე, არის ну, ამ წიგში ძალიან ბევრი, აი, ძალიან ბევრს ბაზრობს რა და ეხლა ამდენი ბაზარი ხო ახლა თავში გაწყვეტ, მაგრამ კარჩე, ესეთი პონტია. ორგანიზმში გაქვს ორი ჩუდოვიშა. ერთი არის მალინკი, რომელიც არის ორგანიზმში და ერთი არის ბალშოი, რომელიც არის ტვინში. ორგანიზმში რომელიც არის სადღაც 1-2 კვირაში კვდება. ანუ ორგანიზმი აღარ გთხოვს და უკვე რაღაცა შიგნის სისხლძარღვები, გემო, პოტენცია, ყველაფერი ეს იხოდება ნელ-ნელა და ეს ჩუდოვიშა რომელიც დაბრიდე ორგანიზმში. კვდება რა, აღარ გიჭამს twins რომ თუ გინდოდა მაგათად პირველ 2-3 დღეში თუ სახეს გიჭამს რომ მოწიე და ფიქრიდან ვერ აგდებ. სადაც 3 კვირის მერე კარჩე კვდება და განებებს თავს. მაგრამ ყველაზე მთავარი რჩება twinში. ის დამოტყნული შეუძლია ძალიან დიდი ხანი შეუძლია. აი 1 წლის მერე შეიძლება რაღაცა იჭვი ჩაგიგდოს, რომ გახსოვს აი აქ რო იყავი ამ დროს, რა კარგი იყო და რა სასიამოვნო იყო მოწევა. მაგრამ შენ თუ ის ეჭვი ბოლომდე არ ჩაკალი და აღმოფხვერი, საიდან გაიჩიტა, საიდან მოვიდა და რაღაცეები, აუცილებლად სადღაც მიგიყვანს იქამდე, რომ სადღაც თვალზე დაგიჭერს და ერთ დღეს გააბოლებ. ან ვაკაციებთან ერთად, ან რაღაცა. ერთ ნაპას ამოვარტყავ. всё დამთავრებულია ყველაფერი. ეგრევე twinში იწყება პატარა ჩურჩული. ნახე, კაი იყო, ხო არ მოგეწია ერთის. აი მარტო ღამღამობით, ან მარტო შაბათ-კვირას, ან მარტო მთრალზე, ან ვიხდი ძამ და ყველაფერი თავიდან იწყება. მე ერთი ღერი, მე ერთი ისა, ის და всё თავიდან ბოლომდე დაუბრუნდები 20 ღერს დღეში. წიგნი მთავრდება ამით. არა, არ მთავრდება, მაგრამ ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. მთელი ეს პერიოდი ხო ეწევი სიგარეტს და რაღაც თავზე გეუბნება რომ ბოლო ღერი. ეხაო, ადექიო, დროში არჩიო, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია დრო, რომ ეხავე. ანუ არ გადადო. ვაფშე ყველაზე კარგი შედეგი, ისა, ყველაზე კარგი რჩევა არის ის, რომ ეხლავე. ანუ ყველაზე რთულ სიტუაციაში შენ თუ თავს დაანებებ, მე მარტივში გაგიმარტივდება. აი, არასოდეს არ იქნება მარტივი. ყოველთვის რაღაცა პრობლემები გექნება იქ, ქორწილში მიდიხარ რაღაც, მაგრამ ეხლავე, ამ წამსვე, აი, უნდა იჩქარო. აი 1 საათიც დაგვიანებაც არ შეიძლება, მივხვდი რა. ოღონდ როცა წიგნს წაიკითხავ, წიგნის წაკითხვის გარეშე არაფერი არ გამა, ნუ რავი, ეხლა ჩემი რჩევები თუ რაღაცნაირად ისე იმოქმედებს, რომ ხვდები. რა უნდა გააკეთო? ყველაზე. დგები ერთ ღერს, ბოლო ღერს. გონებაში გაიაზრებ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების განმავლობაში უკანასკნელი ერთი ღერი. ამის გარდა არასოდეს აღარ მოვწევ
ყველაფერი უნდა გაიაზრო, რაც იმ წიგნში გეუბნება, რომ უნდა გადაწყვიტო, რომ აღარასოდეს, აღარ მოწევ. ამაში ეჭვს არასოდეს აღარ შეიტან. არ შეგშურდება ტიპის, რომელიც ეწევა, პირიქით შეგეცოდება, იმიტომ რომ ზუსტად იცი, რომ ის შენს დღეში იყო და ეხლა შენს დღეშია და ის გააგრძელებს შენს დღეში ყოფნას. შენ კიდე პირიქით ეზლიდები ხარ, დგები და თავს ანებები. კი არ შეგშურდება, შეგეცოდება. არ მოერიდები წეველებს, გაყვები და პირიქით დაამტკიცებ, რომ ბევრად კლასიკები ხარ. კი არ მეშინია სიგარეტის. ბევრად გაიროჟავად. ამით, ამ ყველაფრით, აი ამ ყველაფრის ერთობლიობით იქნები ბედნიერი. ანუ რა აზრი აქვს? ფულს თუ მან უბედურება მოგანიჭა. ზუსტად იგი ისევია სიგარეტისთვის თავის დაანებება. რა აზრი აქვს ჯანმრთელობას თუ ამან უბედურება მოგანიჭა. ამიტომ ჯანმრთელობა უნდა მოგანიჭოს ბედნიერება, ამიტომ სიგარეტისთვის თავის დაანებებამ შენ ბედნიერება უნდა მოგანიჭოს. ანუ ამ ყველაფერს უნდა იყო ბედნიერი. ყოველი დღე შენი ბედნიერი უნდა იყოს და გამარჯვებით უნდა დასრულდეს, რომ შენი სიგარეტი არ მოწია. და ამ ყველაფრის გააზრების მერე დგები სიგარეტს გაუკიდებ, ღრმა ნაპასებს ამოვარტყავ. თან ამ წევის პროცესში ამუღავებ, რომ აი რა არის ესეთი, აი ამ დააფეთქებულში, რომ მთელი ცხოვრება გამწარა და ამხელა ამდენი რაღაცა მიჯდება, რომ აი ეს ვაკეთო. აი რა არის? ნაპასი ამოვარტყე, მთელი პროცესი და გადააგდე. და всё, ის შენი უკანასკნელი ღერი გადაგდებულია და აღარასოდეს აღარ მოწევ. ამით იქნები ბედნიერი და всё. და აქ კიდე იწყება ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. არ დაელოდო, როდის გახდები არამწეველი. სისულელეა. არამწეველი უკვე მაშინ ხარ, როცა ბოლო ღერი გადააგდე და გადაწყვიტე, რომ აღარასოდეს აღარ მოწევ. არამწეველი ხარ. გესმის? არავისთვის დამტკიცებას არ აპირებ, რომ აი ერთი კვირა გავძელი და არამწეველი ვარ. ვისთვის ანებ, ვინმესთვის ანებებ? არავისთვის არ ანებებ. მხოლოდ შენთვის. დაჟე ვაფშე ნუ რა ვისეთყვი, რომ თავს ანებებ. არ დაელოდო, როდის გახდები არამწეველი. უკვე არამწეველი ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რო გადაწყვიტე, რომ სო, მე აღარ ვეწები, არამწეველი ხარ. რა მნიშვნელობა აქვს ნიკოტინი როდის გამოვა, ის ბავშვი და მალინკი ჩუზოვიშა როდის მოუკვდება და ეგეთი რაღაცები. არამწეველი ხარ უკვე. 3 კვირაში, ზუსტად 3 კვირაში, აი დაახლოებით 3 კვირაში, ორგანიზმი მთლიანად 99%, წარმოიდგინე 99% ეს არის დადასტურებული მეცნიერულად. ნიკოტინი და შხამი გამოდის ორგანიზმიდან. ის 1% მთელი ცხოვრების განმავლობაში არის, იმიტომ რომ ზოგი გარშემოეწევიან ჰაერი ისე სუ თემა 1%-ის დედაც. 99% 3 კვირაში გამოდის. ანუ 3 კვირაში ის მალინკი ჩუდოვიშა კვდება და მერე ბრძოლა რა, ნუ ცხოვრება გრძელდება იმ ბავშვისთან. ოღონდ ის ბავშვი უნდა დაბრიდო, ოღონდ დიდი დრო ჭირდება. მოკლედ ძალიან ბევრი ვიბაზე ხა და რა ვიცი, თუ ვინმეს დაგეხმარებათ კომენტარებში დამწერეთ, ძალიან გამიხარდება მართლა. იმიტომ რომ ან ამ წიგნს მოусმინეთ. ყველაფერი კონტროლდება ჩვენი ცხოვრება ტვინიდან. ტვინში უნდა მიეწოდო ის ინფორმაცია, რომ ტვინმა არ გითხრას, რომ მომაწევინე, მოწიე რა. გესმით? ამ ყველაფერს მივდექით ძალიან სერიოზულად. იმიტომ რომ თქვენი ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპი არის. ან ხარ ჯანსაღი, თვით დაჯერებული, სუფთა რაღაცნაირი მოხოდილი, ენერგიული და კაი ტიპი, ან ხარ წეველი, არაჯანსაღი, თვითშებასება დაქვეითებული, უენერგიო, იპოტენცია დაქვეითებული, რაღაცნაირი აი არ ვიცი, ნუ ეხლა შეურაცხყოფების მოყენება არ ვიცი არ მინდა ვაყვლები.
მაგრამ ნუ ესეა. ძალიან დიდი სხვაობა არის ცხოვრებაში წეველობასა და არამწეველობას შორის. დაანებით თავი, დამიჯერეთ. 4 წელი არ ვეწევი. 4 წელია, ხო? და ყველაზე ბედნიერი ვარ დედამიწაზე. მართლა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, არ არსებობდა. მე როცა გავიაზრე, რომ всё, დანებებული მაქვს თავი. ანუ всё, აღარასოდეს აღარ მომიდეო. აი, დავიდი. წარმატებები ყველას.